31 მაის ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა მათი უმეტესობა გაანეიტრალეს, თუმცა 14-მა დრონმა მაინც მიაღწია სამიზნემდე. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით ჩერნიჰივის რეგიონში დრონების თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა, განადგურდა 7 სატვირთო მანქანა. რუსული ძალების სამიზნე იყო რივნეს რეგიონიც. თავდასხმა იყო ასევე ქალაქ დნიპროზე, სადაც ბოლო ინფორმაციით ერთ-ერთ საწყობზე მიტანილი იერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. თავდასხმების გამო დაზიანდა საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულება, რამდენიმე საცხოვრებელი და კერძო სახლი, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსული მხარე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, სავსებით რეალურია. თავის ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები და საბრძოლო ავიაცია მაქსიმალურად მზად არიან. თუმცა დაზინა, რომ ის პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უკრაინას მიაწოდოს პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის მეტი რაკეტა, რომლებსაც შეუძლიათ რუსული ბალისტიკური რაკეტების დამანგრეველი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა. მე სადაზვერვო სამსახურებიდან მაქვს ინფორმაცია მასშტაბური დარტყმის შესახებ და ეს რეალურია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პარტნიორები ესაუბრნენ რუსებს ამის შესახებ. არავის ჯერა, რომ მოსკოვში ვინმე გონს მოეგება. აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი სიცოცხლე, უპასუხეთ ნებისმიერ მუქარასა და გაფრთხილებას. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, ჩვენი მობილური საცეცხლე ჯგუფები და ჩვენი საბრძოლო ავიაცია არსებული მარაგის გათვალისწინებით მაქსიმალურად მომზადებული არიან. ჩვენი სამხედროების მიერ შაჰედის დრონების ჩაჭრის მაჩვენებელი მუდმივად 90%-ზე მეტია. 90%-დან 93%-მდე. რაც შეეხება ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. თანამშრომლობთ ყველა პარტნიორთან, რომ თავდაცვითი პროგრამა ახალი სისტემებით უზრუნველყოფს ვეძებთ რაკეტების მიღების სხვა გზებსაც. ამასობაში უკრაინულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს ნავთობის ინფრასტრუქტურას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. სარატოვის რეგიონში ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესია, თავს დაესხნენ. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა როსნეფტის ნაწილია და წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრით გამოირჩევა.